გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ ბერძენი მწერლის ალკიზეის ნაწარმოებზე, რომელშიც მოთხრობილი არის 1930-იან წლებში საბერძნეთში არსებული დიქტატურის შესახებ და ეს ამბავი მოთხრობილი არის სკოლის მოსწავლის, მცირეწლოვანი სკოლის მოსწავლის პერსპექტივიდან, აღიარებული არის მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საკმაწყვილო საკითხავი. ზოგადად ალკიზეის ამ ნაწარმოებზე და სხვა ნაწარმოებზეც ამბობენ, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც აქტიურად შემოიტანა საკმაწყვილო ლიტერატურაში პოლიტიკურ სოციალური თემატიკა და დღეს მინდა რომ ამ თემაზეც გესაუბროთ ამ ნაწარმოებზე და მე ზოგადად ამ ნაწარმოების კონტექსტში ვისაუბროთ იმაზე თუ თქვათ ბავშვების პოლიტიკაში ჩართულობა როგორ შეიძლება იყოს ან უნდა იყოს თუ არა საერთოდ. ამაზე რამდენიმე სამეცნიერო კვლევას გავეცანი, ერთ-ერთი საინტერესო აღმოვაჩინე და იმის კონტექსტში ასევე მოგახსენებთ ჩემსაც და თან გაგაცნობთ იმ კვლევის შედეგებსაც და ვიდრე უშუალოდ თემაზე გადავალ, მინდა რომ გთხოვოთ რომ თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, შეიძლება მეთანხმებოდით, არ მეთანხმებოდეთ, მაგრამ ზოგადად ეს ვიდეო თუ მოგეწონებათ და ის რომ თქვათ ამ თემაზე ვიმუშავე და ამ თემაზე შემოგთავაზეთ ჩემი აზრები, გთხოვთ რომ დააფიქსიროთ თქვენი მხარდაჭერა ლაიქის სახით, იმიტომ რომ ეს ეხმარება არხს განვითარებაში და იმაში, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს დისკუსიაში, თუნდაც არ მეთანხმებოდეს და შესაბამისად, როდესაც ადამიანი შემოდის რაღაც დისკუსიაში, კომენტარს მიწერს და ჩვენ იქ ვესაუბრებით, ამის შედეგად შეიძლება ერთმანეთს რაღაცა ვასწავლოთ და ერთმანეთისგან რაღაცა გავიგოთ. ეხლა რომ გადავიდოთ უშუალოდ ნაწარმოებზე, ეს წიგნი არის ალკიზეის პირველი რომანი, რომელსაც ჰქვია Wildcat in a Glass. სხვადასხვანაირად არის ნათარგმნი ეს სათაური, ქართულ ვიკიპედიაში მაგალითად წერია ლეოპარდი შუშის მიღმა, ზოგ ვერსიებში არის Tiger, ანუ ვეფხვი შუშის მიღმა, მაგრამ მე მომწონს ესე ტყისკატა შუშის მიღმა, იმიტომ რომ რაღაცნაირად უფრო ტყისკატაზე არის ლაპარაკი ვიდრე ლეოპარდზე და ვეფხვზე, როდესაც კითხავთ, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა რეალურად არ აქვს, რა ცხოველი არის ეს და არც სათაურს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ის ამბავი და ის ემოციები, რომელიც მოთხრობილი არის ამ წიგნში. პირველ რიგში თვითონ კონტექსტზე რომ მოგითხროთ ორიოდე სიტყვა, ეს ამბავი ხდება გენერალი იოანის მეტაქსასის დიქტატურის დამყარების საწყის ეტაპზე და უკვე რაღაც პირველ წლებში და ეს ვითარდება ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც პრინციპში ეპიცენტრში საერთოდ არ არის ამ პოლიტიკური პროცესების, მაგრამ აიქ როგორ ვითარდება მთელი ეს მოვლენები, ამაზე არის მოთხრობილი, თავიდან იქ რაღაც საზაფხულო კურორტზე მიმდინარეობს ამბავი, შემდეგ პატარა ქალაქში გადადის, სადაც მთავარი გმირი მელისა, რომელსაც მოფერებით მელიას ეძახიან ოჯახში, სკოლაში მიდის თავის დასთან, მიტროსთან ერთად და იქ ჩვენ ხედავთ აი ამ ურთიერთობების დინამიკას. ზოგადად აი მთელი ეს წიგნი შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად იდეოლოგიისგან დაცლილი არის, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი არის და მოთხრობილი არის დიქტატურის და ტოტალიტარული რეჟიმის შესახებ. თუმცა როდესაც ვამბობ, რომ დაცლილი არის იდეოლოგიისგან, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობ იმას, რომ რაღაცა შუაში სტურივ ნებებით თამაშობს ავტორი, პირიქით ძალიან კარგად ჩანს ღირებულებები, მისი ემოციური და ზოგადად ინტელექტუალური დამოკიდებულება ამ რეჟიმის მიმართ. უბრალოდ რაც მომეწონა და ჩემი აზრით რაც აქცევს აი ამ ნაწარმოებს გენიალურად და შესანიშნავ ნაწარმოებად არის ის, რომ ეს ამბავი და მთელი პოლიტიკური პროცესები მოთხრობილი არის პატარა ბავშვის პერსპექტივიდან, აი ზუსტად ისე, როგორც ამას დაინახავდა და აღწერდა ბავშვი, რომელიც ბევრ რაღაცას ვერ აღიქვავს და არ იცის. და შესაბამისად, აი ეს აღწერა აი ამ ყველაფრის ხდება უფრო პატარ-პატარა ეპიზოდების, რაღაცა მოვლენები ხდება, რომელიც დამაბნეველია ამ ბავშვისთვის და ვერ ხვდება, რა ხდება იქ ურთიერთობები ოჯახის წევრებს და მეზობლებს შორის და თქვათ კლასელების და მათ მშობლებს მასწავლებელთან ურთიერთობა, ესენი როგორ იცვლება აი ამ ყველაფრის ფონზე იგრძნობა და ამის იქ რა ესმის უფროსებისგან და ასე შემდეგ და აი ამ ყველაფერს აღწერს ბავშვური ენით, ბავშვული გულუბრყვილობით და ამის შედეგად ჩვენ ვხედავთ იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა მაშინ ხალხშიც და ზოგადად საბერძნეთში პოლიტიკურადაც. მაგალითად იქ არის ეპიზოდი, როდესაც მელიას კლასიდან გამოიხმობს სხვა თავის კლასელებთან და სკოლელებთან ერთად მისი სკოლის დირექტორი და წაიყვანს მათ მოედანზე იმისთვის, რომ რაღაცა დიდი მოვლენა უნდა გაჩვენოს
გაეყენოთო და მივლენ იქ და დახვდებათ დიდი კოცონი, რომელზეც წვავენ წიგნებს. და ამ შემთხვევაში აქ მელია ძალიან დაბნეული არის, იმიტომ რომ მას ოჯახში და განსაკუთრებით ბაბუისგან, რომელიც შესანიშნავი პერსონაჟი არის და რაღაცნაირად ესეთი ახლობლური აურა აქვს და ბაბუა ჩემიც გამახსენა რაღაც მომენტში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შინაურობის გრძნობა მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება. ამბავშმა იცის, რომ ეს წიგნები კარგი რაღაცა არის, ანუ ბაბუა მუდმივად უკითხავს ამ წიგნებს, ხან ბერძნულ მითებს, ხან რაღაცა ისტორიებს და ამბებს ზოგადად საბერძნეთის ისტორიიდან და ის მუდმივად ხედავს, რომ ბაბუა კითხულობს, განათლებული ადამიანია, მშვიდი ადამიანი არის. დაბნეულია ვერ ხვდება, რატო შეიძლება, რომ ვიღაცას მოუნდეს, რომ წიგნები დაწვას. და ამ მომენტში არის ის, რომ უცებ გადმოვარდება ამ კოცონიდან წიგნი და მის წინ დაეცემა, გადაიშლება ნახევრად დამწვარია და ის ამოიცნობს ბაბუა მისის ხელმოწერას ამ წიგნზე და თვითონ ამ წიგნსაც იცნობს პლატონის წიგნზე არის ლაპარაკი და ეს ცნობილი არის მაგალითად რომ პლატონის ნაშრომები აკრძალული იყო მეტაქსასის რეჟიმის დროს და გაოცებული არის საერთოდ ვერ ხვდება რომ რანაირად მოხვდა ბაბუა მისის წიგნი აქ როგორ არის ეს ამბავი და მე როდესაც ძალიან კარგი ეპიზოდი არის როდესაც ის აიღებს ამ წიგნს ხელში და ათვალიერებს და გაუგნებული არის ამ დროს მისი საუკეთესო მეგობარი და კლასელი რომელიც მამაც ასევე განათლებული მწერალი ადამიანი არის რომელიც არეგუება რეჟიმს და რაღაც თავის აზრებსაც ღიად გამოთქვავს ეს ბავშვი იდაყვის მიარტყავს და ეტყვის რომ გიყურებენ დააგდე ეს წიგნი და აი აქ ესეც ჩანს რომ ბავშვური აღქმა როგორი არის რომ ის ხდება რომ აი ეს რაღაცას წვავენ აქ და ამ დროს უფროსებია ეს სკოლის მასწავლებელი და ვიღაცა პოლიციელია ამას აკვირდებიან და ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობენ რომ როგორ გადაშალა ამან ეს წიგნი და როგორ რას აკეთებს რატო არ წვავს ეს ბავშვი ამ წიგნს აი ამ დინამიკასაც აღიქვავს მოკლედ მისი საუკეთესო მეგობარი მერე ისინი გადიან გზას იკვლევენ ამ ბრბოში მიდის ბაბუასთან და აი ხარ ისეთი კარგი ეპიზოდი თუ როგორ ხდება ურთიერთობა და ინფორმაციის გადაცემა ოჯახის წევრების მხრიდან ღირებულებებს როგორ უყალიბებს ამ შემთხვევაში ბაბუა თავის შვილიშვილს ის ეუბნება რომ აჩვენებს ამ თაროებს საიდანაც შემოვიდნენ და ჩამოიღეს სხვადასხვა წიგნები და აჩვენებს და ეუბნება რომ აი დაიმახსოვრე ეს цаრიელი ადგილები ამ თაროებზე და როდესაც მე მოვკვდები, მაშინაც კი არ შეავსო ეს цаრიელი ადგილები, იმიტომ რომ შენ ყოველთვის უნდა გახსოვდეს ეს სამარცხვინო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აი ესეთი პატარ-პატარა ამბებით არის გადმოცემული, ეს ყველაფერი მე არ მინდა ეხლა ძალიან დავასპოილერო ეს თემა, მაგრამ მაგალითად იქ არის ერთი, აი როდესაც როგორ იწყება, თავიდან იწყება ეს რაღაცა როგორც საზაფხულო ამბავი რა, ბავშვები დასასვენებლად არიან და იქ რაღაცებს აღწერს, რომ როგორ უნდა რომ წერალი გამოვიდეს თვითონ და მისი და მიტრო რომელიც ძალიან ცელკი ბავშვი ასევე ჭკვიანი არის თვითონაც მაგრამ იმას თქვათ რაღაცა სხვა რაღაცეები უყვარს სხვა ამბების მოსმენა უყვარს ამას უფრო მითოლოგია უყვარს და ამბები და მხატვრული ლიტერატურა იმას უფრო სხვანაირი ისტორია მეფეები პოლიტიკა რაღაც ეგეთი ისინი აინტერესებს მის დას და მე უცებ ნელ-ნელა იწყება როგორ აღწერს რაღაცა ცვლილებებს რაც ნაბიჯ შემოდის მათ ცხოვრებაში და საბოლოო ჯამში არის რომ მაგალითად უცებ ხდება რომ აი ეს რაღაც გაიგო სიტყვა დიქტატურა რომ ამაზე ლაპარაკობს სულ ყველა და იქ უცებ აი ესეთი მომენტია როდესაც ამბობს რომ ყველაფერი შეიცვალაო რა როგორც კი აი გავიგეო ეს პირველად ეს სიტყვა მას მე ყველაფერი შეიცვალა მათ შორის ბაბუაცო იმიტომ რომ პირველად გავიგე რომ ის ვიღაცაზე ცუდად საუბრობდა და თან ვისზე პაპი და დესპინაზე დიალოგს აღწერს ოდესაც მაგალითად პაპი და დესპინა ამბობს რომ რა მოხდა ეხა მეფემ თუ დიქტატურა დაამყარა დარწმუნებული ვარ რომ ყველას წაგვადგება ეს რაღაცას ამბობს ამაზე ბაბუა ეჭხუბება და პირველად ნახა რომ ბაბუა ვიღაცას გაუბრაზდა და ვიღაცას ცუდად და უხეშად ელაპარაკება და მე იმავე საღამოს ოდესაც აი ეს დიალოგი არის აღწერილი მამა და დედა ჩამოვიდნენ და ძალიან ბევრი ახალი აკრძალვა დაგვიწესეს გვეუბნებიან რომ დავივიწყოთ სიტყვა დემოკრატია იმიტომ რომ იქ ბაბუა მაგალითად პერიკლეზე უყვებოდა და ძველ ბერძნულ ისტორიაზე როდესაც ლაპარაკი იყო და თქვათ მითოლოგიის გარდა ძველ ბერძნულ ისტორიას რო უყვებოდა იქ თავისთავად უყვებოდა ფილოსოფოსებზე პოლიტიკ
პოლიტიკაზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ და ამ იმდენადაც მშობლებმა იცოდნენ რომ ბაბუასდაშვილის შვილებს შორის აი ეს ინფორმაციის ეს გაცვლა გამოცვლა იყო, იქ უთხრეს რომ სიტყვა დემოკრატია საერთოდ დაივიწყეთ. აი ესეთ ახალ რეალობას და წესებს როგორ იცვლებოდა ეს ნაბიჯ ამას აღწერს და იქ არის ერთი ძალიან ესეთი სასაცილო მომენტი კატას იპოვის და ამ კატას დაარქმევს დემოკრატიას და ეს კატა მერე დაიკარგება და გამოდის გარეთ მელია და შუა ქუჩაში დგას და ყველის დემოკრატია და ეს ანუ ეძახის თავის კატას, მაგრამ ეხლა იქ ხალხმა ხوارცის და ამ დროს გამოვა მამამისი დაავლებს ხელს და შეათრევს სახში და აუკრძალავს რომ მეორეჯერ აღარ დაუძახო კატას დემოკრატია და რაღაცა სხვა დაარქვიო და აი ესეთი პატარ-პატარა სასაცილო კურიოზული ხანდახან ისეთი სევდიანი და მძიმე მომენტები როგორიც არის წიგნების დაწვა, აი ესეთი მოვლენების ფონზე და ესეთი მოვლენების საშუალებით გვიყვება ალყიზეი დიქტატურის შესახებ და ჩემი აზრით მე ვნახე რომ არ არის სამწუხაროდ ნათარგმნი ეს წიგნი ქართულად და ძალიან გამიხარდებოდა ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება თუ თარგმნიან ამას ქართულადაც, იმიტომ რომ ჩვენი ისტორიული და ემოციური მეხსიერება რაც გვაქვს ჩვენ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე რომელიც დღეს რომელიც თაობაც ცოცხალი არის ყველა ამ თაობას რაღაცა ფორმით ავტორიტარული ან დიქტატორული რეჟიმის ქვეშ უცხოვრია და შესაბამისად იმდენად ესე უნივერსალური რაღაცეები ხდება ურთიერთობების მხრივ თუნდაც რა ყოველდღიურობაში აი ესენი რეგულები იცვლება რომ აი მიუხედავად იმისა თან რომ 1930-იანი წლები არის ამ ნაწარმოებში და იდეაში ევროპული კულტურა არის ხო რომელიც უფრო ძველი დემოკრატიული პოლიტიკური ტრადიციების მქონე კულტურაში ხდება ეს ყველაფერი მაინც როგორ იცვლება ყველაფერი მაინც როგორი გავლენა აქვს ადამიანებზე, მათ ქცევაზე, აზროვნებაზე და ძალიან საინტერესო წიგნია, რომელიც ჩემი აზრით ქართულ მკითხველს არა მარტო მოზარდ მკითხველს, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც დააინტერესებს და ძალიან მოეწონება. ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესო საკითხავი იყო, ძალიან მომეწონა და აუცილებლად გირჩევთ, რომ ეს წიგნი წაიკითხოთ. ეხლა ზოგადად ვიფიქრე, რომ აი ზუსტად კარგი საშუალება არის ზუსტად ესეთი ლიტერატურული ნაწარმოებები და ზოგადად სოციალური ტიპის ლიტერატურა, რომელიც მრავლად გვაქვს ასევე ქართულ მათ შორის საყმაწვილო ლიტერატურაშიც, ხო, რაღაც მოთხრობები გვაქვს წინა საუკუნის და მე-19 საუკუნის ლიტერატურაში, რომელიც გამოხატავს მძიმე სოციალურ პირობებს და თქვათ კლასობრივ დაპირისპირებას და ეს ყველაფერი არ არის ჩვენთვის მაინც და მაინც უცნობი, როგორც აღნიშნე, არც ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან იმ ადამიანებს, რომლებიც დღესდღეობით ცხოვრობთ, არამედ ჩვენი ისტორიული და კულტურული გამოცდილებაც მცირე ასაკიდანვე უკვე, ასე ვთქვათ, მდიდარი არის ამ ტიპის პრობლემებით. 90-იან წლებში გაზრდილი ხა მილენიალი აბსოლუტურად ყველა დამეთანხმება, რომ პოლიტიკა განუყოფელი ნაწილი იყო ჩვენი ცხოვრების. ბანალურ თეზისებს თუ ვიტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ ხა ნებისმიერი თემა რაც ჩვენ გვეხება ის პოლიტიკა, ეს გასაგები არის და ეს დღევანდელ სიტუაციაშიც ხდება, ხო? ჩვენ თუ თქვა დავიღებთ რაღაცა განათლების რეფორმას, ან თუ მაგალითად დავიღებთ არასრულწლოვანთა კოდექსის რეფორმას, ეს პოლიტიკა არის, რომელიც ბავშვებს ეხებათ. და მაგალითად მაინტერესებს, რატო არ ვეკითხებით ამ თემაზე ბავშვებს აზრს. ჩვენ ხო ნახეთ, რომ მაგალითად სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც სკოლა არაუშენეს დადიანზე იყო ეს აქცია გადაკეტეს გზა და მოიპოვეს რაღაცა შედეგი. რატო არ ვეკითხებით ამ ადამიანებს აზრს? რატო გვეშინია, რატო ვცვლით, რომ რაღაცა სტერილური პროცესი უნდა იყოს ეს, რომ ესე იგი სალამეს რაღაცა არ მოხდება ის, რომ ბავშვი იზოლებული გახდა, რომ გამოვიდეს ქუჩა გადაკეტოს იმისთვის, რომ სკოლა გაუხსნან. ეს უკვე ხო ნიშნავს, რომ ის პოლიტიკაში ჩართული არის და თან მოუწია იმ დონეზე ჩართვა, რომ თავისი საგანმანათლებლო პროცესის აღსადგენად მას მოუწია ქუჩის გადაკეტვა. იგივენაირად 90-იან წლებში ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, რომ გზების უშუქობის გამო, უწყლობის გამო, უგაზობის გამო რო გადაიკეტებოდა ხოლმე, იქ აბსოლუტურად ყველა ოჯახის წევრი გამოდიოდა, თითქმის ბავშვებიც იყვნენ იქ ყოველთვის ჩართულები ამ გზის გადაკეტვაში და უყურებდნენ იმას, თუ როგორი კონფლიქტი ჰქონდათ მათ მშობლებს და ზრდასრულ ადამიანებს სისტემასთან. განათლების რეფორმა, რომელიც ეხლა მიმდინარეობს, ეს ხო პირდაპირი გავლენა არის ამ ბავშვებზე.
რატო არ ვეკითხებით მათ აზრს, ვაწვდით მათ საკმარის ინფორმაციას ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ამ ყველაფერს გავლენა აქვს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის მცირეწლოვან მოქალაქეზე. და ამ დროს რაღაცნაირად ჩვენ ესე გამოთიშული ყავს ეს ხალხი, მერე უფრო ზრდასრულ ასაკში ეს ბავშვები როგორც კი თითქოს გადააბიჯებენ რაღაცა გარკვეულ ასაკს, ეგრევე თითქოს უნდა გაერკვნენ ყველაფერში, თუ აქამდე ყველა ეუბნებოდა რომ არა ეს შენი საქმე არ არის და ამაზე ინფორმაციას ვერ მოგაყვი და ამაზე ვერ დაგელაპარაკები და ეს რა დროს ეხა შენი პოლიტიკა არის და რაღაცა ის ამ თემებზე როცა ელაპარაკები და ესეთი დინამიკით და ესეთი მიდგომებით როცა ზრდი თაობას, მე იმადგან რაღაცაად მოლოდინი არის რომ გადააბიჯე რაღაცა ასაკს და ეხა უცებ ამას უნდა გაუჩნდეს რაღაცა პოლიტიკური ინტერესები და ჩართული უნდა იყოს რაღაცა აქტივობებში თავისი აზრიც გამოხატოს, მაგრამ ამ დროს მე გვიკვირს ჩვენ რომ თქვათ ვიღაცა ახალგაზრდები თუ ამბობენ რომ მე პოლიტიკა არ მაინტერესებს და ჩვენ ისედაც ვიცით ხო რომ ზოგადად ღირებულებები და ღირებულებითი სისტემა ყალიბდება, როდესაც ოჯახში გელაპარაკებიან, სკოლაში გელაპარაკებიან, რაღაცას ინფორმაციას იღებ, კითხულობ, ამ ინფორმაციას გადამუშავება უნდა, მე ვიღაცას შეკითხვით მიმართავ, ის გასწავლის, რაღაცა ურთიერთობა გაქვს, სოციალიზაცია პოლიტიკური თუ კულტურული და აი ამ ყველაფერში, ამ დინამიკაში გამორიცხულია და რაღაცნაირად სტერილიზებული გვაქვს პოლიტიკა და მე გვიკვირს რომ თქვათ რაღაცა რაოდენობა არსებობს სტუდენტების თუნდაც რომლებსაც მთელი ცხოვრება ვეუბნებით რომ არა შენ კაცო რა დრო შენი პოლიტიკა არის ჯერ არ პოლიტიკა უნდა გაინტერესებდეს მე აღარ აინტერესებს ეს პოლიტიკა მთელი ცხოვრება ცეკვა თამაში უნდა გაინტერესებდეს დახუჭობანა თუ დამალობანა რაღაცა ან რა ვიცი მე სათავგადასავლო წიგნები წაიკითხე მარტო ჰარი პოტერი რომელიც ასევე კარგია და პოლიტიკა არის თან მთელი ჰარი პოტერი იდეაში ხო მაგრამ ამ წიგნის კონტექსტში არავინ არ ესაუბრება იმას რომ იქ თქვათ მაგალითად ვოლდემორტის ვნებები რაც არის ბინძურ სისხლიანებისგან გაწმიდოს ჰოგვორტსი და ზოგადად მთელი ჯადოსნური სამყარო ეს ხო პოლიტიკა არის ამაზე ამას ვუხსნით, ამას ვესაუბრებით ბავშვებს და თუ ამ ასეთი კონტექსტში და ესეთი ნაწარმოებებზე და ფილმებზე თუნდაც ან მულტფილმებზე ველაპარაკებით, ამ კომიქსები თუნდაც რო ავიღოთ, ხო? ნებისმიერი ის რომ მაგალითად სუპერგმირებზე ვინ არის ვიღაცა სუპერ ბოროტი ადამიანი ან რაღაცა არსება რომელიც მოდის იმისთვის რომ დაიპყროს, თავზე მოგაყვიოს ან დიქტატურა, ან გაგანადგუროს. და ამ კონტექსტში ვესაუბრებით და ვუხსნით ამ ბავშვებს იმას, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში პოლიტიკაა და როდესაც შენ ამბობ, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებს, აი აქ ყველანაირად და ყველა მხრივ შეიძლება ეს თემა შეგეხოს რეალურად და მე კიდევ ერთხელ ჩემი აზრით აბსოლუტურად უსამართლობა არის ის, რომ ჩვენ რაღაცა პრეტენზიები წავუყენოთ ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებს, რომლებსაც არაფერ არ ვასწავლით ჩვენ არაფერს, არ ვუხსნით არაფერს. რაღაცა მართლა ჯადოსნურად ხო არის იმას, აი გახდა 18 წლის მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ეგრევე გათვითცნობიერდა ყველაფერში. რანაირად თვითონ აი ეს კვლევა რომელიც წავიკითხე ამ თემასთან დაკავშირებით ისიც ამბობს და წუხს იმას რომ ძალიან ბევრი კვლევა რომელიც ჯერთი ბევრი კვლევა არ ტარდება უფრო არის ყოველთვის უკვე როდესაც რაღაცა ასაკს გადააბიჯებს 16 წლიდან ზემოთ იწყება თითქოს აი ამ თემებზე კვლევები და საუბარი ადამიანებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან და მათი ჩართულობა და მათი გათვითცნობიერებულობა პოლიტიკურ საკითხებში და პოლიტიკურ საკითხებში არ იგულისხმება მაინც და მაინც ნაცი კარგია თუ ქოცი ცუდია თუ პირიქით არამედ ზოგადი ცოდნა და აი ამ ყველაფერზე აი ეს კვლევა ლაპარაკობს თვითონაც უჭირთ ბევრი კვლევის მოძიება როდესაც საუბრობენ რაღაცა მაგალითებზე ხო თვითონ რაღაცა გამოკითხვა ჩაატარეს ამაზე თვითონ მოგიყვებით კვლევაზე ძალიან საინტერესო გერმანიაში ჩატარდა ეს კვლევა 2011 წლის არის და მე ვეცადე რომ უფრო ახალი კვლევებიც მენახა ამ საკითხთან დაკავშირებით მაგრამ როგორც ჩანს არ არის მაინც და მაინც დიდი ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით იმიტომ რომ აღქმა არის ის რომ უბრალოდ არ აინტერესებთ მცირე ასაკის მოქალაქეებს ის თუ რა ხდება მათ გარშემო და ეს კვლევა და მაგალითად ისინი რომელიც რაღაცა დასკვნები და არგუმენტები რომლებიც ძველი კვლევებიდან არის მოყვანილი ამ კვლევაში სინამდვილეში ადასტურებს რომ ძალიან კარგადაც აინტერესებთ და როგორც აღვნიშნე ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ხო ეხლა კიდევ ერთხელ 90-იან წლებში გაზრდილი მილენიალები ყველა დამეთანხმებით რომ განუყოფელი ნაწილი იყო ლაპარაკი პოლიტიკაზე და რაღაც მომენტში ესეც უნდა თქვა რომ მაგალითად ნაკითხობა და განათლებულობა კიდევაც დაკავშირებული იყო იმასთან რომ პოლიტიკა უნდა გაინტერესებდეს
ხო? ანუ შენ შეიძლება კი რაღაცა თითქოს ავტომატური ის იყო რა, კი იყვნენ იქ რაღაცა ბავშვები, რომლებიც წიგნებს კითხულობდნენ და მე ვთქვათ რაღაცა საერთოდ არ აინტერესებდათ პოლიტიკა და რაღაცა და ესეთი დღესაც ბევრია, მაგრამ აი ზოგადად აზრის გამოთქმად თან მაშინ და იმასაკში თან, როდესაც უკვე ნელ-ნელა შედიხარ, ხო, აი დაახლოებით 10 წლიდან უკვე ზემოთ და შეიძლება მანამდეც არის, როდესაც უკვე რაღაცა შენი აზრები გაინტერესებს, გინდა ლაპარაკი, იქ უამრავ შეკითხვებს სვავე, ხო? რაღაცა ხუმრობები და ანეკდოტები და კამათი და რაღაცა ამაზე მიდის ის, რომ რამდენი უაზრო შეკითხვას გისვავს ბავშვი, რომ აინტერესებს ყველანაირი ინფორმაცია, რატომს გისმავს 1-30 ჯერ რაღაცა ნებისმიერ თემაზე. სინამდვილეში ეს ინტერესები არსებობს და მე ვთქვათ ის, რომ გამოდის ვიღაცა ქუჩაში თავის თანატოლებს ეურთიერთება, რაღაცა საინფორმაციოში მოკრავს, რაღაცას ბილბორდზე დაინახავს, რაღაცას ავტობუსში გაიგებს თუნდაც, ხო? ან ვთქვათ, იქ არის ვიღაცა სკოლაში, თანაკლასელი ოჯახში რაღაცას გაიგებს და იმას გაიმეორებს, მე ეს ბავშვი მოვა სახლში და შეგეკითხება, რომ ეს როგორია და რანაირად ამაზე დიალოგი და იმისთვის, რომ ინფორმაცია სწორად მიაწოდო და ასწავლო რაღაცა, ეს ხო ბუნებრივი მოვლენა არის და შეცდომა არის ალბათ ჩემი აზრით და ალბათ ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ როდესაც ბავშვი რაღაცას გეკითხება თუნდაც პოლიტიკაზე ან პოლიტიკოსზე, ან პოლიტიკურ პროცესზე, ის რომ ეხლა წადი შენ კაცო, რა დროს შენი ეგ არის, ესეთი მიდგომა არასწორია, პირიქით ერთ-ერთი ჩვეულებრივი მის გარშემო და გარემოში მიმდინარე მოვლენებისთვის უმნიშვნელოვანესი თემები არის. თუ ჩვენ თან იმას ვლაპარაკობ, რომ ესეთი რაღაცები ეხლა ოჯახში უნდა იყოს, ოკეი, ელაპარაკე ამაზე. კარგი, თან ეს თავისთავად კომუნიკაციის და აზრის პატივისცემის კულტურასაც აყალიბებს იმაში, რომ შენ მაგალითად როდესაც მცირეწლოვანი შენ მშობელს, ან ბებიას, ან ბაბუას, ან ზოგადად ნათესავს ეკითხები რაღაცა თემაზე და ისინი სულფასოვნად გელაპარაკებიან ესეთ სერიოზულ თემაზე, ამან თავისთავად შეიძლება მე გააღვიოს რაღაცა ინტერესები და ჩართულობა გამოიწვიოს იმაში, რომ თქვათ აი კიდევ უფრო მოუნდეს მეტი ინფორმაციის მიღება, რამაც მე შეიძლება გოს იმაზე, რომ უფრო მეტი განათლება ეძიოს, უფრო მეტი წიგნი წაიკითხოს და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთში გადაჯაჭვული არის. და თან ეხა იცით როგორი რაღაც არის, აი მე პირადად აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თავის დროზე მეც ეგეთი აზრების მფრქვეველა ბავშვი ვიყავი და დღესაც გვეყოლება ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლე, რომელიც ბევრად უფრო განათლებული, ბევრად უფრო დალაგებული აზრის გამოთქმის უნარის მქონეა იქნება, ვიდრე არის ყაველაშვილი. ან რავის ირაკლი ზარქუ, ან ირაკლი ღარიბაშვილი, ან დიტო სამხარაძე. აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რენდომად რომ დავადოთ რომელიღაცა კლასს, სადმე სკოლაში ხელი, მე-5-დან მე-7 კლასამდე ერთი ბავშვი მაინც იქნება იქ, რომელიც აი ამ ჩამოთვლილ ადამიანებზე ბევრად უკეთესად ჩამოაყალიბებს თავის აზრს და ბევრად უფრო განათლებული იქნება, ვიდრე ეს ტიპები, რომლებიც დღეს პოლიტიკაში არიან და ერთი საერთოდ პრეზიდენტია. და შესაბამისად, ესეთი წარმოდგენები იმაზე, რომ ჩვენ ესე იგი არ უნდა მივცეთ განათლება და არ უნდა ვესაუბროთ ასეთ თემებზე ბავშვებს და არ უნდა უთხრათ ის, რომ ჯერთი ფუფუნებაც არ გვაქვს, ჩემი აზრით, ეს ფუფუნება არის, როდესაც ყველაფრისგან გამოთიშული და ცეკვა თამაშზე გაზრდილი თაობები მოდის, მით უმეტეს ჩვენ როდესაც ჯერ ერთი ჩვენი ისტორიული და აწმყო კონტექსტიდან გამომდინარე, როდესაც მუდმივად ჩვენი სახელმწიფო ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას დამპყრობლის მხრიდან მათ შორის და შიდა პროცესები მუდმივად უაზროდ და რაღაცა ესეთი კონფლიქტური და არასწორად მიმართული არის ყველა მხრიდან. ანუ არ გვაქვს ამის ფუფუნება და მეორეც ერთი ის ქვეყნები, რომლებსაც ჰქონდათ იმისი ფუფუნება, რომ თითქოს უფრო რაღაცნაირად აი ამ ლაითზე და არაპოლიტიკურ და ესეთი გაფილტრული ინფორმაციაზე გადასულიყვნენ, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ თაობები გაიზარდნენ ისეთები, რომლებსაც არაფერზე ინფორმაცია არ აქვთ, აზრზე არ არიან რა ხდება და ადვილად ხდება მათი მოტყუება ზრდასრულ ასაკში უკვე პროპაგანდით და რაღაცა მარტივი და ვიწრო პროპაგანდისტული მესიჯებით. ხო და შესაბამისად ჩემი აზრით არც ფუფუნება არ გვაქვს და მით უმეტეს შეცდომაც არის ის, რომ ესეთი ტიპის განათლება უბრალოდ არ მივცეთ.
ჩვენს მომავალ თაობებს და არ შევამზადოთ იმისთვის, რომ როდესაც უკვე ზრდასრულ ასაკში გამოვლენ რაღაცა სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ამ შემთხვევაში თავისუფლად აზრის გამოხატვა პოლიტიკური აქტია. ეს კვლევა წავიკითხე, რომელიც როგორც აღნიშნე 2011 წელს არის სამეცნიერო ჟურნალ პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში გამოქვეყნებული და ჰქვია ბავშვები და პოლიტიკა, ადრეული პოლიტიკური სოციალიზაციის ემპირიული გადაფასება. ამ სტატიაში ფრანკფურტისა და მანჰეიმის უნივერსიტეტის მეცნიერები გვაცნობენ თავიანთი კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარდა ერთ-ერთ პატარა გერმანულ ქალაქში 310,000-იანი პოპულაციით, არჩიეს 17 სკოლა დაახლოებით და 700 ბავშვი მონაწილეობდა ამ გამოკითხვაში. საკმაოდ საინტერესო მეთოდიკა ჰქონდათ. დაწყებით კლასებში შევიდნენ ისეთ ბავშვებთან, რომლებმაც წერა-კითხვა საერთოდ არ იცოდნენ და მეთოდოლოგია, რომელიცაც ჩაატარეს ეს გამოკითხვა, ძალიან საინტერესო იყო. ეს არის კითხვის მაგალითი, იმდენად რამდენადაც კითხვაც კი არ იცოდნენ ამ ბავშვებმა, რომლებსაც ეკითხებოდნენ აზრს. გადაწყვიტეს, რომ ესე, კითხვას წაიკითხავდა მაგალითად ეუბნებოდა, რომ ეხა დანა და ჩანგალი რო ხატია, ამ შეკითხვაზე ვცემთ პასუხს და შეკითხვა არის ესეთი: ხსმენიათ თუ არა რამე დემოკრატიის შესახებ? თუ კი, გააფერადე გაღიმებული ემოჯი, თუ არა, მაშინ მეორე შემდეგი მაგალითად შეკითხვა, რომელზეც ხატია ციყვი. თუ ხსმენიათ რა არის დემოკრატია? და მაგალითად პირველი პასუხი არის, რომ ერთი ადამიანი წვეტს როგორ უნდა იცხოვროს თელმა ქვეყანამ, მეორე პასუხი არის, რომ ყველა ზრდასრული ადამიანი მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში და მესამე, რომ არ ვიცი. ანუ ეს იყო მეთოდოლოგია სასწავლო წლის პირველ ნაწილში ჩაატარეს და სასწავლო წლის მეორე ნაწილში და საბოლოო ჯამში დადგინდა ის, რომ ძალიან ბევრმა ბავშვმა ბევრი რაღაცა იცოდა. დიდი კვლევა არის და ამას აუცილებლად დავლინკავ, რომ ვისაც დაგაინტერესებთ, ნახოთ და მოკლედ ესეთი ამბავი იყო, რომ მაგალითისთვის გერმანიის კანცლერის ცნობადობა იყო მაღალი. წლის დასაწყისში მოსწავლეთა 53%-მა ამოიცნო ის ვინ იყო, ხოლო წლის ბოლოს 63%-მა ამოიცნო ვინ იყო. ეს არის ისეთ მოსწავლეებზე, რომლებმაც წერა-კითხვაც არ იციან ჯერჯერობით. მაგრამ ეხლა უყურეთ აქ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ცოდნა და ის რაღაცა, მაგრამ პოლიტიკური ცნობიერება უკვე სხვანაირად არის შეფასებული. ამ შემთხვევაში ეს მეთოდოლოგიაშიც აღწერილი არის ამ კვლევაში. მაგალითისთვის მხოლოდ 23%-მა იცოდა როგორ უნდა გახდეს ადამიანი კანცლერი, რა პროცედურები უნდა გაიაროს ამისთვის. რა თქმა უნდა, ეხლა მთელი პროცესი არა, მაგრამ დაახლოებით რომ ამას თქვათ მაგალითად პირდაპირ ირჩევს თუ პარლამენტი ირჩევს თუ ასე შემდეგ. ეს იცოდა 23%-მა წლის დასაწყისში, ხოლო წლის ბოლოს 36%-მა. და ეხლა ჩემი აზრით ისეთ მცირე ასაკში, როდესაც წერა-კითხვაც არ იციან ბავშვებმა და ეხლა შევიდნენ სკოლაში 23%-მა რო იცის როგორ უნდა გახდე პროცედურულად კანცლერი, ან ჩვენ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ეს, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აუხსნი ამ ბავშვებს და ასწავლი, გაიგებენ ისინი ჩვეულებრივად ამ ყველაფერს. და ჩვენ ხედავთ აქ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მცირე, მაგრამ ზრდაც არსებობდა წლის ბოლოს. კიდევ ერთხელ ეს არის პირველ კლასში და თან წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხდება 2011 წელს, მაშინ როდესაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ ისეთი არ იყო, როგორც ეხლა არის სოციალური ქსელები, ჯერ კიდევ განვითარებული არ იყო ეს რაღაცა ალგორითმები და შესაბამისად ეს ღიაობა და ეს ამხელა საინფორმაციო ველი და სივრცე არ არსებობდა ისე, როგორც ეხლა არის. შესაბამისად მე მგონია, რომ ეხლანდელი ბავშვები კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულები იქნებიან, მაგრამ თან ჩვენ თუ ამას გავითვალისწინებთ, რომ ეს ინფორმაციის ზღვა და ტალღები მუდმივად მოდის, ზუსტადაც საჭირო არის ის, რომ ამ თემაზე აქტიურად ველაპარაკოთ ზუსტადაც ოჯახში და სკოლაში და ავუხსნათ ეს რაღაცა პროცესები, რას ნიშნავს, როგორ და რანაირად. აქ ამავე კვლევაში მაგალითად აღნიშნულია ის და სხვა ძველი კვლევებიდანაც მოჰყავთ მაგალითები იმის შესახებ, რომ მედიას უდიდესი მნიშვნელობა კი აქვს ესეც საინფორმაციო პროცესში და ბავშვებისთვის ამ რაღაცა ცოდნის გაღრმავებაში, მაგრამ მედიაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის მასწავლებლის და ოჯახის ჩართულობა იმაზე, რომ ამ ინფორმაციას რომ მიიღებენ მედიისგან, მე ამას როგორ გადაამუშავებენ, მე რას ვასწავლით ჩვენ ამაზე, რომ შეკითხვით რომ მოვა ვიღაცა იმის დაცვად რომ თავი დამანებე, უბრალოდ დაუждე ადამიანს და ელაპარაკო. და მათ შორის ამ შემთხვევაში ლიტერატურა არის შესანიშნავი საშუალება ამისთვის, ხო?
ამ შემთხვევაში მე აღვნიშნე მაგალითად ალკიზეის ნაწარმოები, რომელიც ფანტასტიკური საკითხავი არის და ძალიან ბევრი სასაუბრო თემა შეიძლება წამოჭრას მშობელსა და შვილს შორის, რომ აი ამ პოლიტიკურ პროცესზე და დიქტატურაზე და ის თუ როგორ იქცევა ვიღაცა ავტორიტარული რეჟიმი, ეს როგორ აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ამაზე შეიძლება ესაუბრო და გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, მაგალითად ჰარი პოტერითანაც შეიძლება ამ თემაზე ესაუბრო, რომ მაგალითად ის რატომ არის მაგალითად ვოლდემორტის ან ვიღაცა სხვა ადამიანების ქცევა პოლიტიკური რეალურად და როგორ გავლენას ახდენს იქ მცირეწლოვან ჯადოქრებზე. კომიქსებიც ასევე იგივენაირად. ამიტომ ჩემი აზრით, მე როგორც ადამიანი, რომელიც ასევე ვიყავი ბავშვი და მაინტერესებდა ადრეული ასაკიდან პოლიტიკა და ბევრი ასეთი ბავშვი მახსენდება ჩემს გარშემო, რომელსაც აინტერესებდა პოლიტიკა და განსაკუთრებით კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რაღაცნაირად უკვე უფრო დიდ ასაკში, რა თქმა უნდა, მე ნელ-ნელა ის თუ ერკვეოდი რაღაცა პოლიტიკაში, პოლიტიკურ პროცესებზე შენი აზრი გაგაჩნდა და ამ აზრს გამოთქვამდი, ეს თავისთავად აღიქმებოდა იმად, რომ ჭკვიანი იყავი, განათლებული იყავი, ნაკითხი იყავი და რაღაცნაირად ეს პრესტიჟსაც განიჭებდა რაღაც მომენტში რა, სოციალურ კაპიტალს, ასე ვთქვათ, შენს თანატოლებში გაძლევდა, რომ ეს აზია რაღაცეები, გაიგე, განათლებული ადამიანია, გარკვეულ პატივისცემას იმსახურებდი შენი თანატოლებისგან და ჩემგანაც იყო. მაგალითად, მე მახსოვს, ეხლა ის თვალ პოლიტიკური თემა არ არის, მაგრამ ერთხელ რაღაცა კონფლიქტი მომივიდა, დასასვენებლად ვიყავი, ადგილობრივ ბავშვთან მომივიდა რაღაცა კონფლიქტი და ასე ალმაცერად ვუყურებდი რა, მუდმივად მასთან ურთიერთობას და ერთ დღესაც რაღაცა ფეხბურთს ვითამაშეთ, რაღაცა სუშპილკაობა მიდიოდა ჩვენ შორის და დასასვენებლად ჩამოვჯექით და რაღაცნაირად ჩამოვარ და გეოგრაფიაზე საუბარი და ერთმანეთს დაუწყეთ დედაქალაქების და უცებ ეს ბავშვი მეკითხება ლიხტენშტეინის დედაქალაქი თუ იციო და მე ვიცოდი ლიხტენშტეინის დედაქალაქი. და უდიდესი პატივისცემით განვეწყვი ამ ბავშვის მიმართ და ჩვენ შორის კონფლიქტი აღარ მომხდარა მათ შემდეგ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის იყო აბსოლუტურად გასაოცარი თემა. უცებ მოიცადე მეთქი ეს ამას ტვინია განათლებული არის და ამან დიდი ჩემში მის მიმართ დიდი პატივისცემა გამოიწვია. ამიტომ ესეთი სოციალური ურთიერთობები ადრეულ ასაკშივე არის და ჩვენ ვიცით რომ ეს არის, ეს გამოგვიცდია ჩვენც. და შესაბამისად მე ჩვენი როგორც საზოგადოების ფრუსტრაცია ნაკლები იქნება თუ ჩვენ თავიდანვე ვასწავლით ჩვენს მომავალ თაობებს, თუ ღირებულებებს კეთილისა და ბოროტის გარჩევას ვასწავლით ერთმანეთისგან, იქ აბსოლუტურად შესაძლებელი არის რომ მივაწოდოთ მათ შორის რატომ არის ცუდი სახელმწიფოს როდესაც პარავ. რატომ არის ცუდი, როდესაც მაგალითად პოლიციელი ვიღაცას სცემს და ფეხებს ურტყავს სახეში. ეს პოლიტიკა არის იდეაში, მაგრამ ეს ხო სწორი ღირებულებების განვითარება არის და ამ სწორ ღირებულებებზე ლაპარაკი არის. მე ვთვლი რომ რაღაცა ეს სტერილური დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით არის შეცდომა და უფრო მეტად უნდა ველაპარაკოთ ახალ თაობას. ჩემი აზრით, განათლების და რაღაცა პასუხისმგებლობის და შემდეგ უკვე მოქალაქეობრივი აზროვნების თუ სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავიდანვე თავისთავად ცხადია ასაკის მიხედვით რაღაცა გარკვეული ტიპის ინფორმაციებს ეხლა ვერ მიაწვდი ბავშვს, მაგრამ საუბარი ამ თემაზე და ინფორმირება, თქვათ რაღაცა ცუდია, რაღაცა კარგია და რაღაცაში გავერკვეთ, მოდი და აბა მოდი მამი დავждეთ და ვილაპარაკოთ. ეხა შენ რა გაინტერესებს, აბა ეს კაცი ვინ არის და რატომ მოიქცა ცუდად? რატომ არის ცუდი, როდესაც 7 მილიონი აქვს მოპარული? რატომ არის ცუდი, როდესაც ჯარისკაცებს საჭმელს პარავენ? ან ფულს პარავენ ჯარს? ეს თემები არის თემები, რომლებიც ჯერთი აინტერესებს და კიდევ ერთხელ თუ არ დავაინტერესებთ ამითი, მე რატო გაქვს იმისი მოლოდინი, რომ რაღაც ასაკში უცებ საიდანღაც ჯადოსნურად სწორი ღირებულებები ან რაღაცა ზოგადად აზრი პოლიტიკასთან მიმართებაში ექნებათ. ამიტომ არ ვიცი, ეს არის ჩემი აზრი და მითხარით, არ ვიცი. თხოვთ რომ დააკომენტაროთ თქვენი აზრი და მითხრათ რას ფიქრობთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, თუ ადამიანი ნორმალურ დისკუსიაში შემოდის იმ ადამიანთან, რომც არ მეთანხმებოდეს, ეს არ არის პრობლემა, პირიქით საინტერესო ძალიან ბევრი კომენტარი შეგიძლია ნახოთ ჩემს არხზე, როდესაც არ მეთანხმება ადამიანი და ვესაუბრებით ერთმანეთს. ხო და მოკლედ დიდი მადლობა რომ იყურებდით. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ დაალაიქოთ, დაასაბსკრაიბოთ არხი თუ აქამდე გამოწერილი არ გაქვთ და მადლობა.